ეს იყო ქართველი ადამიანების ზეიმი, ეს იყო ტრიუმფი იმისა, რომ როგორი მდგარია ქართველი ერი, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს კანონიერება, არ არსებობს კანონი, არ არსებობს სასამართლო. ეს თუ გნებავთ ძალიან კარგად ჩანდა მანამდესაც და მე მხოლოდ ამ მიზეზით მოვედი პოლიტიკაში, რომ ქვეყანაში სამართლიანობა აღმედგინა და ძალიან კარგად გამოაშკარავდა ეს იმის შემდგომ, როდესაც მე გამაცხადე და შემოვედი პოლიტიკაში. ჩემს მიმართ განხორციელებული ქმედებები აბსოლუტურად მკვეთრად გამოხატავს, რომ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, არავითარ დემოკრატიაზე საუბარიც კი არ შეიძლება. ეს უკადრისობა და უკადრისი წყობა და ქვეყანა დღეს თავს მოხვეული გვაქვს ჩვენ ამას არ ვისახურებთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ. არავინ ჩვენს გასაკეთებას არ გააკეთებს. არ გქონდეთ ზედმეტი იმედი არც ამერიკიდან, არც ევროპიდან. თუმცა გართმევთ კიდევ ერთჯერ, რომ მათი პოზიცია არის მკვეთრად გამოხატული, არც მათ არ უყვართ სააკაშვილი, ისევე როგორც არ გვიყვარს ჩვენ. ისინიც მკვეთრად ელოდებიან ჩვენს.